სომხეთისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრებმა ნიკოლ ფაშინიანმა და სიგერუ ისიბამ ტოკიოში სომხეთ-იაპონიის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, მათ შორის ეკონომიკური კავშირებისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოება, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში კავშირების გაღრმავება. ტოკიოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნიკოლ ფაშინიანი მეგაპოლისის ქუჩებშიც გაისეირნა და აღმოჩენებები გააკეთა. მან სოციალურ ქსელში უკვე მეორე ვიდეო გამოაქვეყნა ამჯერად ნაგვის ურნების შესახებ. ტოკიოს ქუჩებში არც ნაგვის ურნაა და ფაქტობრივად არც ნაგავია. თურმე ტოკიოში თითოეული ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი სულ მცირე ქუჩაში თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნაგავზე. შეგახსენებთ, წინა ვიდეოში მან აღმოაჩინა, რომ ტოკიოს ქუჩებში მწველები არ არიან სომხეთიდან 10,000-ობით კილომეტრით დაშორებას ამომავალი მზის ქვეყანასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკური განვითარებისათვის ხელი არ შეუშლია. ყოველ შემთხვევაში სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო გასული წლის ბოლოს ხელმოწერილმა ორმაგი დაბერგვის აღმოფხვის შესახებ კონვენციამ.